დღეს გადაცემის სტუმარი გახლავთ მამუკა გიორგაძე. ბატონო მამუკა, ძალიან დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით და როგორი თემა მინდა შემოგთავაზოთ. ჩვენთვის ცნობილია რომ აი ბოლო წლების განმავლობაში ფაქტობრივად აი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგი პერიოდიდან მოყოლებული დასავლეთის გარკვეულმა ძალებმა, ანუ ასე დავარქმევ გარე ძალებს, იმიტომ რომ არა მარტო დასავლეთის ალბათ ძალიან დიდი ფული დახარჯეს საქართველოში, რომელიც ალბათ გამოიხატა მიხეილ სააკაშვილის განაცხადში, როცა ის უკვე უკრაინაში იგავებდა მაღალ თანამდებობას, რომ მან შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო, ზოგადად სახელმწიფო და ახალი ქართული სახელმწიფო და ახალი ქართველი გამოიყვანა, თორემ მანამდე ჩვენ ბნელები და განუვითარებლები ვიყავით და ფაქტობრივად მან თქვა ის რისიეჭვიც უკვე იყო და მოქმედებებში რაც ჩანდა, რომ მიმდინარეობდა ახალი ქართლის გამოყვანის პროცესი და ჩვენ ამას ვაკვირდებოდით საგანმანათლებლო პროგრამებშიც, ვაკვირდებოდით რაღაცა ახალი ჩვევების შემოტანით, რომ ვის არ უნდა დაუთმო ადგილი, თითქოს უმნიშვნელო დეტალებია რა, ყოფითი და ამ დროს არსებითი, უნდა დაუთმო, არ უნდა დაუთმო. შემდეგ იყო აი სულ ახლახან, სულ ბოლო საპროტესტო აქციების დროს ეს მოწოდება, რომ რაღაცა მშობლები შეარცხვინეთ, რომ მიხვალდა რაღაც მშობლები რომ უნდა გამიჯნობდნენ, უბრალოდ შვილები რომ უნდა გამიჯნობდნენ მშობლებს და ყველა თქვათ პატივსაცემი ინსტიტუტის და ავტორიტეტის მსხრევის პროცესი მიმდინარეობდა. თუმცა იმ ტრაგედიამ რაც მოხდა, გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესთა უნეტარის ილიამ მეორე და საქართველოს მოსახლეობის ხალხის მე ასე ვიტყოდი, საქართველოს საზოგადოება რაღაც არ მომწონს. საქართველოს ხალხის უმეტესობამ ძალიან სპონტანურად და გულწრფელად გამოხატა თავისი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით აჩვენა, რომ ის თანხა, რომელიც ეგრეთ წოდებული ახალი ქართველების გამოსაყვანად იყო დახარჯული და ალბათ მომავალშიც დაიხარჯება, ამაო და ფუჭი აღმოჩნდა და ქარს გადანებული. რა გზავნილი მე მესმის რომ ის რაც იყო ის პროცესი, ეს არ იყო, ამას არ ქონდა პოლიტიკური გზავნილის და პოლიტიკური მესიჯის დატვირთვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ეს იყო გზავნილი როგორც არა კეთილის მოსურნეების, ასევე კეთილის მოსურნეებისთვის ქართული საქართველოს ხალხის მე და რა გზავნილი არის ეს და როგორი შეიძლება იყოს რეაქცია ამაზე. დიდი მადლობა. თქვენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს შეეხეთ. ამიტომ მე ცალ-ცალკე განვიხილავ. მათ ეს თემები გარკვეულწილად ერთმანეთთან გადაჯაჭვულია, მაგრამ მაინც განსხვავებულია და ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. პირველი და უმთავრესი საქართველოს ეკლესიის როლი და ადგილი ქართული საზოგადოების განვითარებაში, ქართველი ერის განვითარებაში ბოლომდე ჩვენ არ აგვაქვს გაცნობიერებული. სამწუხაროდ რატომღაც ისე მივიჩნიეთ საბჭოთა მემკვიდრეობიდან გამომდინარე, რომ აქცენტი გადავიტანეთ არა სიღრმისეულ ინსტიტუციონალურ თემებზე, არამედ ემოციურ პიროვნულ ბმებზე და აი აქ ამ ჩვენი ამ შეცდომით ისარგებლეს და ბუნებრივია გარკვეულწილად გადაიდო როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე ეკლესიის ინსტიტუციონალური განვითარება. თუმცა რადგანაც ეკლესიას ყავდა ისეთი პერსონა, რომელიც მისი უწმინდესობა გახლდათ, ეკლესია მაინც განვითარდა, მისმა უწმინდესობამ თავისი ბეჭებით აიღო მთელი ეს სიმტკიცე და ჩვენ ვხედავთ, შეგვიძლია შევადაროთ, პირადად მე შემიძლია შევადარო, იმიტომ რომ შეიძლება ახალგაზრდობისთვის ის მოცემულობა რასაც უყურებენ, მაგრამ მათ ვერც ალბათ წარმოუდგენია თუ რა იყო თუნდაც 50 წლის წინ, როცა მისი უწმინდესობა აღსაღდა, როცა თბილისში თავიდან ბოლომდე ქართული მხოლოდ ერთადერთი ტაძარი იყო სიონის ტაძარი. მრევლი არის ქართველი მრევლი თბილისში არ იყო, ძალიან ქაშვეთში იყო კიდევ ზედა ქვედა, რადგანაც არის ზევით ქართველები, დანარჩენ ეკლესიებში აი კანტიკ უნდა თუ ნახავდით ქართველებს და მე დიდუბის ეკლესიის გვერდით მაცხოვრებელი ადამიანი ბუნებრივია დავდიოდი სიონში, იმიტომ რომ იქ იყო ქართული მრევლი. მე ძალიან საინტერესო ხალხი იყო სხვა ტაძრებში, ალექსანდრე ნეველში მაგალითად იყო წინვალე მოძღვრები, ჯერ მარტო მამა ვიტალი სიდორენკო ადღირს, მამა ანდრონიკე მეუფე
მაჟუგა ზინობი ბოდიშით და ჩვენ ძალიან გვსიამოვნებდა მათთან ურთიერთობა, მაგრამ როგორც ასეთი ქართული სული მაინც სიონში უფრო მეტად იგრძნობოდა. სხვადასხვა მართლმადიდებლობას ის ხო აქვს, რომ შენს ენაზე უნდა რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობა ეს არ არის ერთიანი ცენტრალიზებული, ასე ვთქვათ, სხეული, ეს არის დოგმებში, ღირებულებებში იდენტობა, დანარჩენი ავტონომიურობა და ეს იგრძნობოდა. კიდევ მეორე მიუხედავად იმისა, რომ ამა ვიტალის მოწოდებები, რომ მადლი საქართველოს რუსებს მიმართავდა, თავის მადლი საქართველოსია, მადლი მის უწმინდესობასთან არის, რომ იყავით საქართველოს ეკლესიის შვილები, როდესაც ზოგიერთი მათგანმა დააპირა წასვლა საქართველოსთან, არ წახვიდეთ, ეს არის ქრისტიანობა, თუ გინდათ, აქ არის ქრისტიანობა. მიუხედავად ამისა, აი განსხვავდებოდა ეს მრევლი ერთმანეთისაგან და დღეს ვხედავთ ჩვენ ამ მოცემულობას, სულ სხვა არის, ეს ყველაფერი მისი უწმინდესობის დამსახურება. როდესაც ის აღსახსნა, იყო 4 ხანში შესული ეპისკოპოსი. ერთი ეპისკოპოსი, ყველა მისის კერატიშვილის მდგომარეობა, შემდეგ აღმოჩნდა პენიტენციალურ სისტემაში და ერთი ეპისკოპოსი თავისი ფსიქიური მდგომარეობიდან გამომდინარე გავიდა საერთოდ ეკლესიიდან და შემდეგ ის ადამიანი შეიძლება საზოგადოებას ახსოვდეს აი სტალინის, ჩერჩილის და რუზველტის ხატით რო დადიოდა. აი ის ადამიანი. აი ასე არ იყო კადრები რა, არ იყო კადრები, 40-50 სასულიერო პირი და ასე შემდეგ. წაზრები არ იყო, ახლა შეიძლება ეს არ იცოდეს ახალგაზრდობამ, წაზრის გასახსნელად აუცილებელი იყო 20 კაცის ხელმოწერა კანონმდებლობის მიხედვით. იქნებოდა 20-ეული და ეს 20-ეული ითხოვდა რომ გამიხსენით ტაძარი. წაზრების უმეტესობა საბჭოთა დროს. წაზრების უმეტესობა დაიკეთა იმიტომ, რომ ეს 20 არ არსებობდა. ან დახვრიტეს, ან გააციმბირეს, ან დააშინეს და ეს არ არსებობდა. აი ჩვენმა ახალი თაობის მისვლამ ეკლესიაში განაპირობა რომ დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა და მრავალ ტაძარში მეტეხის ტაძარში იქნებოდა აბანო იყო ნაზალადევის ტაძარში, დღეს ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი რომ არის, სახელოსნო, ანჩისხატში სახელოსნო იყო, ცეხს რო უძახით ზედა ბეთლემში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და როცა გაჩნდა მრევლი, ზე ქართული სული დავანდა ყველა ამ ტაძარში და მისი უწმინდესობის სწორმა პოლიტიკამ, თანმიმდევრმა პოლიტიკამ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე პოლიტიკამ და მუშტების სემის გარეშე ნელ-ნელა გააკეთა ისე რომ ქართველი ადამიანები დაუბრუნა ეკლესიას და შეიძლება ის თავის დროზე დიდი კამათი იყო ანტონ პირველთან მიმართებაში, პატრიარქ ანტონ პირველთან მიმართებაში რუსული სახე მისაო, რუსული ფიზინომია მისაო ქართულ ეკლესიასო. და საუბრობდნენ ამაზე, აი მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ, აი ქართული სახე დაუბრუნა, ქართული ფიზიონომია დაუბრუნა საქართველოს ეკლესიას და ჭეშმარიტი ეროვნული ინსტიტუციად აქცია ის და შედეგიც ჩვენ ვნახეთ. შედეგი ჩვენ და ღმერთმაც რო დრო მისცა რა. ღმერთმა მისცა დრო, იმიტომ რომ ეს დრო ჭირდებოდა, ეს მას ჭირდებოდა ეს დრო და მაქსიმალურად გამოიყენა ეს დრო. აი მაქსიმალურად ბოლო წამამდე მაქსიმალურად გამოიყენა ეს დრო და თურმე აღმოჩნდა რომ შესაძლებელია ქართველი ჩვენ ხო წარმოდგენა გვაქვს ჩვენ თავზე ვიცით როგორები ვართ. ქართველი 12 საათი რიგში დგას არ ბუზღუნებს, არ კივის, არ თურმე შესაძლებელია რა. გააჩნია რა რიგში დგას, ვის დგას, ვის მიმართ გამოხატავს პატივისცემას. ალბათ ასეთები ვიქნებით ჩვენ, თუ ჩვენი სახელმწიფო იქნება იმავე ავტორიტეტის მატარებელი, როგორც ქართული ეკლესიაა მატარებელი. ინსტიტუცია ჩვენ ერთადერთი გვაქვს, ეს არის ეკლესია. ეს არის ეკლესია, სწორი ინსტიტუცია. ეს არის ეკლესია და მოამზადა მან, აი კიდევ ერთი რაზეც მინდა მე ხაზგასმით თქვა, რომ აი ამ ხნის განმავლობაში ღმერთმა დრო მისცა თქვენ სწორად ბრძანეთ და ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენა და მოამზადა მემკვიდრეებიც.
აი ნახეთ, აი თუ კი აქვს ჩვენ სახელმწიფოში წადი ჯოს ცვლილებები გვაქვს, იქ ჯანსაღად ეს პროცესი წავიდა, მოვიდა, დაალაგა, შეისწავლა ყველაფერი ნიუანსურად და აი 7 მდგრადი ეკლესია დატოვა, რყევების გარეშე დატოვა. დღეს ყველასთვის გასაგებია და ამ დალაგებას რო თქვა ასე უხეში ტერმინი, პოლიტიკური ტერმინი რო გამოვიყენოთ, ბეჭედი დაუსვა მისმა დასაფლავებამ და დღეს ნებისმიერი ჩვენგანის ვინც არ უნდა იყოს ნაბიჯით განდგომა, ეს იმას ნიშნავს, რომ თავს დაიყენებს ეკლესიის გარეთ. აი ისნაირად შეკრა, აი თავისი სიკვდილი, როგორც თავის დროზე მაცხოვარმა ვთქვა დიდმა ჩვენმა წინაპრებმა თავისი სიკვდილით შეკრეს ერი. აი ასე დედოფალმა ხო ამისი ყველაზე კი, ქეთევან დედოფალმა თავის სიკვდილით უბრალოდ აქ ერთ რამეშია განსხვავება რა, თუ ის აწამეს სიკვდილის წინ ეს ცხოვრება ეწამებოდა და შვიდა წნარად როგორც სანტელი დაიღვენთა. დაიღვენთა ისე თუ ილია ჭავჭავაძე შუბლი გაუხრიტეს, არანაკლები ტალახი ესროლეს მის უწმინდესობას, მაგრამ უფალმა ინება რომ ის ამ ფორმით წარმდგარიყო მის წინაშე და დატოვა მდგრადი ეკლესია, რომ თვითონ ჩვენგანი უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენ, რომ მას ეს ნაბიჯები არ გადაედგა, დღეს რა ამბავი იქნებოდა არაკეთილმოსურნეების მხრიდან ატეხილი, აი მდგრადი მემკვიდრეობა დატოვა და ნუ დღეს ალბათ ყველა ჩვენგანმა უნდა ეცადოს რომ აი ამ მემკვიდრეობას და ამ მდგრადობას ოდნავ მაინც რამე საფრთხე არ შეექმნეს. ამიტომ ეს ერთი თემაა. მეორე თემაა, რომელსაც თქვენ ბრძანებთ იდეოლოგიური საკითხები. აი აქ ჩვენ ქართული საზოგადოება თვითონ აი თქვენ სწორად ბრძანეთ საზოგადოება. ტერმინი თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ დასვა ეს შეკითხვა. ეს საზოგადოება რა არისო? ძალიან კარგი წერილი აქვს სიტყვის ხმარებასთან დაკავშირებით და აი ვინც აკვირდებოდა ეროვნულ მოძრაობას, ეს სიტყვა მადამანი დიდად გამოყენებული არ იყო, ძირითადი აქცენტი იყო ერი, იმიტომ ეს არის კრებული ადამიანთა, სადაც გათვალისწინებულია როგორც წასულთა, ისე აწყობთა და ისე მომავალთა ინტერესი. ეს არის ერი, მუდმივ მოქმედი, ყველაზე მაკრო სოციალური ჯგუფი, რაც შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ერი ამავდროულად არის კაცობრიობის პარტნიორი, ქართული ნაციონალიზმი არასდროს არ ყოფილა, რომ აი მე მაგარი ვარ და სხვები არავინ. არა, ქართული ნაციონალიზმი არის მე ვარ, ჩემი თვითყოფადობით და ჩემი ეროვნული კულტურის განვითარებით მე ჩემი წვლილი შემაქვს მსოფლიო კულტურის საგანძურში და ამ კულტურის, ამ ღირებულებათა სისტემის განადგურება გააღარიბებს მსოფლიო ცივილიზაციას. ამიტომ როდესაც ქართველმა კაცმა საკუთარი თავი და მსოფლიო ცივილიზაციის წევრობა გაიგივა ერთმანეთთან, იქ ყოველგვარი აი ეს მდაბალი ნაციონალიზმი მოსპო მთლიანად რა, მოსპო შოვინიზმი და ელემენტარულად რა არის ქართული ნაციონალიზმი? ეს არის განცდა ქართველებისა, რომ მე მინდა ჩემი სახლი მოვაწყო ჩემი გემოვნების მიხედვით, ჩემი ღირებულებების მიხედვით. მაგრამ ჩვენ საბჭოთა რუსულ შოვინიზმზე გაზრდილები საბჭოთა ნაციონალიზმის გარკვეული გამოვლინებების გვაქვს და რა არის საბჭოთა ნაციონალიზმი? მე შემჯობი ვარ. აი ეს არის ქართული ნაციონალიზმი, საბჭოთა ნაციონალიზმი, იქ ანეკდოტები ჩუჩმეკზე, იქ ჩუქჩაზე, ამაზე და ასე შემდეგ, მეზობლებზე პირველის ყოვლისა, რომ მე შემჯობი ვარ. აი მისმა უწმინდესობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ქართული ნაციონალიზმი განვითარებული იყო და არა საბჭოთა მდაბალი ნაციონალიზმი, რომელიც ცხოველებს შეიძლება კონდეს მხოლოდ რომელიც ჯუნგლის კანონში მოქმედებს და ერთადერთი გამართლება ძალა, რომ ვისაც ძალა აქვს ჯუნგლის კანონში ის არის და რომ მე სხვაზე უკეთესი ვარ და დღემდე ეს ჩვენ მოყვება რა, თქვა ბოლომდე ვერ დავიცალეთ ამისაგან.
და სხვადასხვა აი ახლანდელი შეძახილებიც რაც არის ხო ეს ევროპაში მე როგორ შეიძლება ვერჩოდე ევროპას თავისი არსობრივი გაგებით და კლასიკური გაგებით ეს გათქვეფა არც სამყაროს არ უყავს თუ შენ ისეთი იქნები როგორიც არის უკვე მაშინ რა საჭირო ხარ შენ აღარ ხარ საჭირო იკარგება აი იკარგება ამ იდეოლოგიურ ბრძოლაში ამ იდეოლოგიურ სახე ეკარგება ჩამოყალიბებული სახე რომელიც მას აქვს თუ კი ახლა ჩემთვის არაბეთთან განსხვავდება ფრანგი, შვედი, მოზამბიკელი და იტალიელი და ასე შემდეგ ხო საინტერესო არ არიან ისე როგორც ჩვენ არ ვიქნებით მათთვის საინტერესო მაგრამ აქ დგება ყოველთვის იყო მაგრამ ამ პერიოდში ძალიან აქტუალურია ეს იდეოლოგიური დაპირისპირებები ჩვენ საქართველოს საზოგადოებისთვის სიღრმისეულად აი მეც ინსტინქტით საზოგადოებას კი არის ძალიან მე თუ არ დავფიქრდი მეც ხმარო ამ საზოგადოებას არა და უშუალოდ იმ წლებში არასოდეს ჩემს ლექსიკაში ეს არ იყო საზოგადოება გამოხატავდა მცირე ჯგუფს მიკრო ჯგუფს და უშუალოდ სპორტული საზოგადოება კი ბატონო აი უშუალოდ სარეგბო აკადემიური საზოგადოება კი ბატონო ეს შეიძლება როცა მთლიანი ერზია საუბარი და აქ კიდევ ერთი მომენტია პასუხისგებლობაზე რადგანაც ამ სიტყვის მნიშვნელობა ცოტა გაგვიგრძელდა მაგრამ მაინც მინდა თქვა პასუხისგებლობა როცა ვამბობთ რომ მე ვარ ერის შვილი მე ვგზნობ იმ პასუხისგებლობას რაც 100 წლის წინ და შემდეგაც მე მეკისრება და როცა ვარ საზოგადოების წევრი არა მე ხოლმე დღევანდელზე ვარ პასუხისმგებელი მე ამ საზოგადოებაში აი ახლა რო ვარ აი მე და თქვენ აი ამ სტუდიაში მყოფი საზოგადოება ვართ ჩვენ შეგვიძლია რომ გადაცემის ბოლოს რაღაცა ავაყირავოთ პირობითად რა მაგიდა ჩვენ არ გვაინტერესებს მე ვინ შემოვა მაგრამ თუ პასუხისმგებლობის ზნობა გვაქვს ვიზრუნებთ იმაზე რომ ჩვენ შემდგომაც რო შემოვლენ იმდენ საზოგადოება ჭირდება ინფორმირება და აქედან გამომდინარე ბუნებრივია პასუხისმგებლობა მეტია აი ეს იდეოლოგიური დაპირისპირება რომელიც იყო დაუშვათ მე-20 საუკუნის დასაწყისში მე-20 საუკუნის დასაწყისში რომ სოფლიო სოციალიზმმა წალეკა და აი ჩვენი პარტიის წარმომადგენლები თვითონ აი თავიანთ მოგონებებში როგორც იხსენებენ იმდენად იყო თბილისი ამ სოციალისტებით გაჯერებულიო რომ პროვინციებში მივდიოდით სადაც ჯერ კიდევ სუფევდა ქართული სული რომ იქიდან დაგვეწყო ჩვენი საქმიანობა. ხადაშ საქართველოს ასე მოწყობილი ქვეყანა არის სწორედაც რომ პროვინციები ანუ რეგიონები ასაზრდოებენ თბილისს და სწორედ თბილისის დანიშნულება როგორც დედაქალაქის არის ის რომ კუთხურობისგან იცლება შემდეგ ეს სხვათაშორის არა მარტო ქართულია ეს თელსოფლიოში ეს ყველგან ასია სოფელი მუდმივად არის კონსერვატორი და ის არის წყარო ჯანსაღი ქალაქში როგორც ახლა ჩამოდის სხვადასხვა ნაკადულები და ერთიან კალაპოტს ქმნიან ეს ყველგან ასია ამერიკიდან დაწყებული პოლონეთი დამთავრებული ყველგან ასია აი იდეოლოგიური ტალღა მემარცხენეობის იდეოლოგიური ტალღა რომელიც ამოვიდა მაშინ აი რაუდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს ამას შალვა ამირეჯიბი წერდა მაგალითად რომ კოლონიალურ ქვეყანაშიო პირველი პარტია სოციალური ინტერესების დამკმაყოფილების გამო შეიქმნა. ანუ ის კი არა რომ მოდი დამოუკიდებლო. არამედ არა, სოციალ-დემოკრატია. ნუ, კაი, სოციალ-დემოკრატიაში პიროვნები, ჯანსაღი პიროვნები მაინც იყვნენ განათლებული, რაღაცა ქვეყანაზე შეტკიოდა, ბედი უბრალოდ აი ამ სოციალიზმის ბურანში იყვნენ, მაგრამ შემდეგვე ბოლშევიკებს უმეტეს აღარც ეს აინტერესდა პირდაპირ დიქტატურაზე გადავიდნენ და ესეც როგორი რამ არის, აი ჩვენ ხშირად აი ევროპას ვადარებთ, მაგალითად სოციალ-დემოკრატიამ თავისი დადებითი როლი ითამაშა მაგრამ პროტესტანტულ ქვეყნებში. სკანდინავიას რას უწუნებ რა, თავისთვის ვითარდება, კარგად არის, მაყოფილი ყავს ხალხი. მაგრამ მართლმადიდებლურ ქვეყნებში განიცადა მუტაცია და მივიღეთ ბოლშევიზმი. სამხრეთის ქვეყნებს ვერ მოერგო და იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი ცოტა ძიმედ განვითარდა. ეს მემარცხენე ჩვენ სამხრეთი ვართ, მაგრამ რაღაცა მოერგო მაგ ბოლშევიკებს. არა, ამ შემთხვევაში ბოლშევიკებს ყველგან ვერ მოერგო. რა გინდა რუსეთი აიღე და გინდა სხვაგან აიღე, მუტაცია განიცადა რა. მართლმადიდებლურ სულს ვერ მოერგო. აი ეს იდეები და გაიძა მივიღეთ ბოლშევიზმი. შემდგომ პერიოდში ზუსტად ასევე ამ ქვეყნებში
ვერ მოერგო, ნუ ახლა იდეოლოგია არ არის, მაგრამ აი ასაც დემოკრატიას რო უძახიან, ვერ მოერგო ის ფორმა, რომელიც იქ შეიძლება მუშაობდეს, აქ ვერ მოერგო ამას. იმიტომ რომ ის ფორმა მუშაობს ინსტიტუტების არსებობის შემთხვევაში. ჩვენთან როდესაც პერსონიფიცირებულია პოლიტიკა, ვერ იმუშავა. და აქედან გამომდინარე მივიღეთ თქვა მუტანტი ფორმა. 60-იან წლებში ევროპა წალეკა მემარცხენეობის ამ ტალღამ და შესაბამისად ძალიან კარგად თანამშრომლობდა ერთმანეთთან საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა, ბოლშევიკების იდეოლოგიური მანქანა და მემარცხენე ინტელექტუალები მთელი მსოფლიოს. ძალიან კარგად თანამშრომლობდნენ. ვახსოვს ჩვენ ნება ყოფლობით საბჭოთა დაზვერვაზე მომუშავე უცხოელი ინტელექტუალები. ძალიან ბევრი და კულტურის წარმომადგენლების გვახსოვს. ოქსფორდის ხუთეული, იქ ფრანკფურტის სკოლა მთლიანად ამაზე აგებული და მთელ მსოფლიოში ჯერ თავის დროზე ინტერნაციონალი, კომუნისტური ინტერნაციონალი იყო სტალინის ხელში იარაღი, შემდეგ ამან უკვე როცა არ იმუშავა სხვა მექანიზმები წამოვიდა და დეკოლონიზაციის იდეოლოგიის ქვეშ ძალიან ბევრი მემარცხენე წარმომადგენლები დასავლეთის სახელმწიფოებისა და საბჭოთი ერთად თანამშრომლობდნენ და შედეგი მიიღეს. აი სუდანი მაგალითად. სუდანი, რომელიც ჩვეულებრივად ან აიღეს სამხრეთ αφრიკა. ესე იგი, კი იყვნენ კოლონიზაციის პირობებში კი იყო იქ გარკვეული ძალადობა, მაგრამ აი ამ მემარცხენე ტალღის გადავლის შემდეგ მივიღეთ გაცილებით უარესი რეზულტატი, ვიდრე იყო მანამდე. რატომ? ბატონო, ძალიან დიდი ბოდიში რეკლამის გამო უნდა შევწყვეტოთ აი მანიშნებოდა. ჩვენ ეთერში ბრუნდებით, განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, მამუკა გიორგაძესთან ერთად და ბატონო მამუკა, ეს საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, ცნობის მოყარეობა და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა საერთოდ ადამიანს ახასიათებს და ქართველებიც არ ვართ გამონაკლისი. აი საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილში ფოთავს და აი როგორ უნდა მოიქცეს სინოდი, ვინ უნდა აირჩიოს, რა არის მართებული, რა არ არის მართებული. ამ დროს ეხლა ის მიდის მარხვა არის, ხო? და ჩვენ უნდა ვიზეიმოთ მაცხოვრის წინვალი აღდგომა და ნაცვლად იმის იმაზე ვიფიქროთ როგორ ვიმარხულოთ, გულით ვიმარხულოთ, თვალით, ყურით და არა მხოლოდ კუჭით და ეს შევძლოთ ჩვენ თქვათ ვართ დაკავებული იმ ფაქტით როგორ უნდა მოიქცეს სინოდი, ვასწავლით ჭკუას და პატრიარქი დაკრძალული არც იყო ეს გლოვა დასრულებული, როდესაც ისევ დაიწყოთ ალახისა და ქვების როლა ეკლესიისადმი. მე წინა აზრავამ თავი. კი ბატონო. და ეს ტენდენცია გრძელდება დღესაც. აი მაგალითად 60-იან წლებში ეს მემარცხენეობის ტალღა, რომელიც განვითარდა, დღემდე გრძელდება. მაგალითად, რა ვიღოთ 64 წელს დაიწყო პალესტინის თემაზე საბჭოთა კავშირმა, ვინც დღეს არის მაჰმუდ აბასი. პალესტინის ხელმძღვანელი, მისი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი იყო ყველასათვის და ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ევგენი პრიმაკოვი. პრიმაკოვი იყო ეს არ ვიცოდი. დისერტაციის ხელმძღვანელი და დღეს ეს ტალღა აიტაცა ყველა მემარცხენე ჯგუფმა და დღეს აი რაღაცა პალესტინა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც მუდმივად მხოლოდ ამაზე იყო აგებული, იმიტომ რომ ასეთი შექმნა საბჭოთა უშიშროებამ, დღეს ფაქტობრივად არის ინტელექტუალური მხარდაჭერა სწორედ ამ მემარცხენე ჯგუფებისაგან. აი ეს პროცესი შემდეგ რეიგანის, ტეტჩერის, კოლის შემდეგ ცოტა ამ პერიოდში ცოტა შენელდა და იმის გავლენას განვიცით ახლა ჩვენ ამ ეკლესიისადმი ქვების და ტალახის როლით. შენელდა და შემდეგ წამოვიდა მეორე ტალღა, კვლავ მემარცხენეების, ახლა სოციალ-დემოკრატი კლინტონი, სოციალისტი, რა ვიცი, პროგრამა რო წაიკითხოთ ობამასი, შეიძლება ვერ განსხვიოთ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პროგრამისაგან და აი ახლა მეორე ტალღა, რომელიც მოდის დაუშვათ ნიუ-იორკის მერი მამდამი, რომელიც არის, აი რაც საბჭოთა კავშირში იყო უფასო ისა და ასე შემდეგ, აი იმ ტალღაზე ზის. დღესაც მთელ მსოფლიოში ჯანსაღი რელიგიური ცხოვრება ამ ძალებისგან
არის ან ქილიკის საგანი, ან ბრძოლის საგანი. ბუნებრივია ეს პროცესი ჩვენ როგორც ამ დიდი სივრცის ნაწილი საქართველოშიც ვრცელდება. ჩვენ კი არა მარკო რუბიომ ჯვარი რო დაიხატა შუბლზე მისი რწმენის შესაბამისად მთელი მსოფლიოს მემარცხენე პრესა ლანძღვაგინებით გამოდიოდა და დაცინვით გამოდიოდა. და რა გასაკვირია ჩვენთანაც აი ერთობა, ჯანსაღი პოზიცია და ჯვარის დანახვა აგიჟებს ამ ხალხს და წყობრიდან გამოყავთ. წყობრიდან გამოყავთ და დაინახეს რომ ეკლესიაში პროცესები ჯანსაღად წავიდა. ის რომ პატრიარქის გარდაცვალება კი არ დააპირისპირა ხალხი, კი არ დააპირისპირა ეპისკოპოსები, არამედ ერთმანეთს საპატრიარქოში უნდა გენახათ, აი როგორც ამოვნეთ ერთმანეთს რომ აი ეს მე შემინდე. აი ესეთი დამოკიდებულება იყო ადამიანი, რიგში მდგომი ადამიანი, ტაძარში რო შემოდიოდა ყველაზე ხშირად ალბათ თუ ვინმე ამას ათვლას გააკეთებს, შემინდე და ეს ასეთი სიტყვები ისმოდა, ერთგულება ისმოდა, ერთიანობა ისმოდა. აი როგორც კი ეს დაინახეს, ამ ჯგუფებმა იგზნეს საფრთხე, რომ მათი ადგილი აღარ დარჩება. მათზე მოთხოვნა აღარ იქნება და მოდი რა აი ეს როგორც სიკეთის ჩამდენის დანახვაზე ეშმაკი რო იწყებს რაღაცა ისეთ ქმედებებს ყველა ჯურის ჩვენი არის თუ ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს რა იქ იმ ხალხს ეროვნება არა კი ბატონო აი როგორც ბოლშევიკები ეთნიკურობისგან დაცლილები იყვნენ კი ეროვნება არ აქვს და ნებისმიერი გამოვლინება ეროვნულობისა იყო ასე ვთქვათ დაიჯადი და აგერ ნახევარი საქართველო უკლონისტების გამო დახვრიტეს რას ვითხოვდა ის ხალხი რომ ამიერკავკასიის ფედერაცია კი არ ყოფილიყო არამედ საბჭოთა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა ყოფილი ამაზე დახვრიტეს ნუ მე იძულებული გახდნენ ეს გაეკეთებინათ იმიტომ რომ დაინახეს ხალხის დამოკიდებულება და ასევე რომ დაინახეს დღევანდელ დღეს ხალხის დამოკიდებულება და დაინახეს კიდევ ერთი რამ რომ ამდენი ალახის სროლის მიუხედავად ამდენი ქვის სროლის მიუხედავად ამდენი დახარჯული თანხების მიუხედავად ტელევიზიების ასეთი აგრესიული ინტენსიური მუშაობის მიუხედავად დაინახეს რომ ეს ხალხი ცოტა სხვა ხალხია რომელსაც გააჩინა იმედი ანუ ჩვენ ჯერ კიდევ ფორმაში ვართ რომ გენეტიკური კოდი არ შეცვლილა შეიძლება ტანსაცმელი შევიცვალეთ შეიძლება ლექსიკა შევიცვალეთ შეიძლება ცოტა გაწუწკებულები ვართ რაღაცებზე შეიძლება არა ვართ ყველა ხმის მქნეველი და რაღაცა შეიძლება ეს ყველაფერი რა არის ასე და სიმართლე შეეფერებოდეს მაგრამ კოდი ვერ შეცვალეს გენეტიკური კოდი ვერ შეცვალეს საქებარის მაქებლობაზე უარი არ ვთქვით რა რომ ჩვენ მივედით და თვითონ ჩვენგანში ხო ის ხინჯი იყო რაღაც ვერ გაუკეთეთ მის უწმინდესობას ვერ შევძელით სამაგიეროს თბილის სიტყვების თქმა ვერ შევძელით მისი შრომის ღვაწლის ლოცვის დაფასება არადა ის ჩვენზე ზრუნავდა ის ჩვენ გვეხმარებოდა ყველანაირ ჩვენზე ლოცულობდა ხელმისაწვდომი ხო და ვერ შევძელით ამით მადლი ჩვენ დავიკელით ჩვენ დავიკელით და აი ახლა რაღაცა გარკვეულწილად აი ამის განცდის გამო ძალიან ბევრი მივიდა და კიდევ გააღვივა იმედი რომ იქიდანაც მოგვეხმარება რომ კიდევ ერთი მფარველი შეიძინა საქართველოს კიდევ ერთი ასე ვთქვათ უფალთან ჩვენი შუამავალი შეიძინა საქართველოს და რა ვიცი ახლა თუ შეიძლება დასაფლავებაზე ბედნიერი ერი უწოდოთ ჩვენ იმ ხალხს აი ნამდვილად ვიყავით და არც ერთ შემთხვევაში იქ არავინ არ მისულა იმ გაგებით ყველაზე მეტი რასაც უნდოდა ჩვენთვის ჩაენერგათ რომ კერპია თავის ყველა რო ჩაიხედა თავის ხოვრებაში და ყველამ რო დაინახა რომ პირიქით კერპი კი არა მოსამსახური როგორც მაცხოვარი ეუბნებოდა ვისაც უნდა პირველი იყოს ის იყოს მსახურიო საბოლოო ჯამში ყველამ დავინახეთ რომ მსახურია რა კი პირველია მაგრამ მსახურია სად არის კერპის ადგილი ადამიანი 24 საათი ლოცვაშია ნებისმიერი გაჭირვების დროს მასთან მიდიხარ პირველი ისეგებება საქართველოსკენ ნასროლ წყვიას და აი ეს ყველაფერი რო გაცნობიერდა ხა ჯერ 93 წლის კაცზე
ასეთი მტირალი ჩვეულებრივი ახლა თქვათ ბაბუა თუ არ არის შეიძლება და იქაც კიდევ ცოტა სხვანაირად არის რა და ამიტომ აი ეს იმდენად გულწრფელი იყო რომ ეს არის ქართული კოდის გამოძახილი ეს არის სწორედ ის რომ აი ეს კოდი ჯერ კიდევ ჩანსაღია ჯერ კიდევ შეუძლია რომ ეგრისება ლაშარის გორზე შადგომა და აი რაღაცნაირად ქართველი ერი ალბათ გააცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას რომ ჩვენ ვალში ვართ ვალშია მის უწმიდების წინაშე ვალში ვართ ილია ჭავჭავაძის წინაშე ვალშია დიმიტრი ყიფიანის წინაშე იქით აღარ წავალ ვალში ვარ იმ თავდადებული ბიჭების წინაშე აფხაზეთში რომ სისხლი დაუარეს და ის აფხაზეთის დაბრუნება სწორედ ამ ვალს გაგვასტუმრებინებს ვალში ვარ ცხინვალში მიმდინარე პროცესზე ბევრ რამესთან ვარ ვალში თუნდაც ჩვენი გაუფრთხილებლობით აღუპულებთან სხვადასხვა სტიქიების და რაღაც მოვლენების დროს ამიტომ ეს ვალი გასასტუმრებელი გვაქვს და მოუზომავი სიტყვებით გული ვატკინეთ ვიღაცას გვერდზე მყოფს რომ გული ვატკინეთ ამიტომ იმედია რომ ეს ყველაფერი ამ 40 დღის განმავლობაში ჩვენ დაგვაფიქრებს და აი აღდგომას შეხვდებით კიდევ უფრო თავაწეულები და კიდევ უფრო ერთმანეთისგან მოსიყვარულენი. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩემთან ძალიან სამწუხარო ჩვენი გადაცემის ადრო ამოიწურა და უნდა დაგემშვიდობოთ უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. მე გემშვიდობები და ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 14 საათზე და 10 წუთზე ნახვამდის. პოლიტიკა, საზოგადოება